როგორც დღეს გითხრეს, ქალბატონმა ხათუნამ ბრძანა, ანუ რომ 21 თვის განმავლობაში, ანუ შევიტანთ განცხადებას, მივმართავთ სამინისტროს და 1 თვის განმავლობაში ან უფრო სხვა შენობაში რო გადაგვიყვანონ, თუ კი ავარიულია, როგორც ბრძანებენ, ავარიული შენობაა და სხვა შენობას ანუ შემოგთავაზებენ, ესე რომ ვთქვათ, თუ არა და 21 თვე მივეცით ჩვენ მშობლებმა ვადა. 1 თვის განმავლობაში რომ გადაწყდეს საკითხი. თუ არ გადაწყდება, მაშინ ჩვენც სხვანაირად ვიმოქმედებთ. როგორც ახლა ქალბატონმა ხათუნამ ბრძანა, ექვემდებარება დემონტაჟს კი. ანუ ავარიული არ არის შენობა. როგორც თვითონ უნდა დაინგრეს თუ ავარიული? აი, არა, რატომ უნდა დაინგრეს? ჩვენც გვაინტერესებს, რატომ უნდა დაინგრეს, თუ კი არ არის ავარიული შენობა. ჩვენც გვაინტერესებს, ჩვენც კითხვა დაუსვით და შესაბამისად პასუხს ველოდებით. ანუ თქვენ ახლა ამ ეტაპზე პრობლემა გარდა იმისა, რომ სკოლაში ვერ ბრუნდებით, გაქვთ ის, რომ მეორე სმენაში მეორე ცვლაში, დიახ, მეორე ცვლაში ძალიან რთულია. ჩამორჩენილები არიან ბავშვები ყველანაირ, ანუ მაგალითად, ჩემი შვილი დადის ცეკვაზე მოდის ძალიან დაღლინი. დილის საათებში, ანუ რო ვაღვიძებ ხო დილის საათებში ფიზიკურად, ანუ ბავშვი მე ვთვლი, რომ ბავშვი უნდა იყოს 9 საათზე სკოლაში, როგორც წესია, ხო? იმიტომ რომ სხვანაირად ყალიბდება ბავშვის ფსიქიკა. ეხლა რას აპირებთ, ისე დაბრუნდებიან ბავშვები სასწავლო პროცესს დაუბრუნდებიან ამ სკოლაში, პირველ სკოლაში თუ რაიმე სახის პროტესტს აპირებთ? არა, დაუბრუნდებიან, ოღონდ ჩვენ ანუ შევხვდით იმაზე შევჩერდით, რომ დაუბრუნდებიან იმ პირობით, თუ 1 თვის განმავლობაში მოგვარდება ეს საკითხი. თუ არა და ისევ განახლებთ პროტესტს? რა თქმა უნდა, აუცილებლად. იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია, ეხლა წარმოიდგინეთ ბავშვები, რომლებიც პირველ კლასში 6 ბავშვია მხოლოდ. პირველ კლასში, პირველ A კლასში 6 ბავშვია, მე როგორც ვარ ინფორმირებული, იმის გამო რომ არის მეორე ცვლა და არასტაბილური სიტუაცია ჩვენ სკოლაში. და მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ჯერ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ ბავშვების ფსიქიკაზე და შესაბამისად, როგორც არის სხვა სკოლებში, ისე უნდა იყოს ჩვენ სკოლაში.